ვერ მიჩერდებით ხო? მე ცირესთან მაქვს ახლა შეკითხვა. აი, როდესაც ვდგევართ ასეთი თქვა დიდი პრობლემის წინაშე და ეს პრობლემა მართლა ძალიან დიდია და საკმაოდ ძვირადღირებულიც, მინდა ვთქვა. როგორ ფიქრობთ, აი რა გამოსავალი არსებობს, თქვათ, სახელმწიფო სტრუქტურებისგან, სტრუქტურებიდან, ჩემთვის გასაგებია, რომ ეს უნდა იყოს ეთნიშნულოვნად არ მიღებული ეს პროექტი, ან გადაცემული თავიდან გახილვაზე, რა გამოსავალი შეიძლება იმედოვნოთ აი ასეთ სიტუაციაში? როგორ უნდა მოიქცეს საზოგადოება, გნებავთ იგივე სახელმწიფო სტრუქტურები, თქვენ, თბილისის სამხარით, ჩვენ რითი შეგვიძლია მედია დაგეხმაროთ? რაღაც აი კომპლექსური ის რომ შევიმუშაოთ გეგმა სტრატეგიულად. მოდით ჯერ სანამ უშუალოდ ამ შეკითხვაზე პასუხს გაგცემდეთ, მე მინდა დავაფიქსირო, რომ დღევანდელი მდგომარეობა, რაც შემოთაც ყველამ კარგად ვიცით. დღეს არის იმაზე მძიმე სიტუაცია, ვიდრე ეს იყო თქვათ წინა ხელისუფლების დროს. იმიტომ რომ წინა ხელისუფლების დროს დაწყებული ოდიოზური პროექტები არ ჩახსნილა და ის პროექტები მიმდინარეობს და ამას ემატება მასშტაბურად უფრო დიდი საფრთხეები, რაც ვთქვათ, აი ეს თბილისი პანორამის კუთხით გავიგეთ რაღაც 2 დღის წინ. გარდა ამისა, ჩვენ ძალიან ფართო ფრონტი გვაქვს გასაშლელი საზოგადოებრივი აქტივობის თვალსაზრისით, მედიის მხარდაჭერის თვალსაზრისით და ძალიან დიდი მადლობა მინდა გითხრათ, რომ ეს თემა თქვენ შეგეხოთ და მოგვიწვიეთ, იმიტომ რომ იყო პერიოდები, როდესაც კონკრეტული არხები, როგორც ასეთი, რაც არ უნდა მომხდარიყო თბილისში, უბრალოდ არ მოდიოდა და უბრალოდ იგნორირებას უკეთებდა რეალურ პრობლემას, რომელიც ქალაქში იდგა. მე ვფიქრობ, რომ ეს სიტუაცია უნდა გამოსწორდეს. საზოგადოებრივი მხარდაჭერა, მედიის მხარდაჭერა აუცილებლად უნდა დაიწყოს საუბარი საკანონმდებლო ბაზის დახვეწაზე. და ამას უნდა აკეთებდნენ ექსპერტები და არა ის მენაშენი არქიტექტორები, რომლებიც საკუთარ თავზე ირგებდნენ პროექტებს და იმის მიხედვით შევიდა ცვლილებები კანონში კულტურული მემკვიდრეობის შესახებ. აუცილებლად უნდა გააქტიურდეს თბილისის მერია და ქალაქის პოლიტიკა უნდა განისაზღვროს ერთხელ და სამუდამოდ თუ როგორი უნდა იყოს თანამედროვე ქალაქის მიმართ და როგორი უნდა იყოს ძველი ქალაქის მიმართ და კომპლექსურად ჩვენ უკვე არასამთავრობო ორგანიზაციებმა მე ვფიქრობ, რომ არა დამოუკიდებლად ლოკალურად უნდა ვაფიქსიროთ საკუთარი პოზიცია. არამედ რაღაც ერთი დიდი გაერთიანება უნდა მოხდეს, იმიტომ რომ ცალკე პრობლემას აღდრისი, ცალკე ვაკის პარკის პრობლემა, ცალკე რედისონის წინ საბაგიროს ასევე ძალიან ოდიოზური პროექტი, რომელიც ახლა იწევს ეს თემა. ცალკე გუდიაშვილის პროექტი. ეს ცალ-ცალკე არ მოგვარდება. თუ აი ერთიანი რაღაც მობილიზებული ძალა არ დააფიქსირებს საკუთარ პოზიციას ნებისმიერი ხელისუფლების მიმართ. მით უფრო ძალიან კარგია ამ შემთხვევაში, როდესაც მოდის არჩევნები, თბილისის მერის არჩევნები, მე პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რომ მე როგორც მომავალ მერს, ასე ვთქვათ, პოტენციურ კანდიდატს, რომელიც დასახელებული ხარ, მე მაინტერესებს მაგალითად თქვენი პოზიცია გუდიაშვილის მომენტის მიმართ, რომელიც ამდენი წელი არსებობს ეს პრობლემა, და ასევე მაინტერესებს ყველა იმ ადამიანის მიმართ, რომლებიც დასახელდებიან თბილისის მერობის კანდიდატებად, როგორ ხედავენ ძალიან მწვავე პრობლემებთან დაკავშირებულ თემებთან საკუთარ ხედვას. როგორ არის ეთერის მეშვეობით? ჩვენ მოგცემთ აუცილებლად ამის. ეს საინტერესო აუცილებლად უნდა უპასუხოთ ამ კითხვას, მე უბრალოდ დავამატებდი, რომ აი ძალიან არ მიყვარს ყვადაღებული ცხატრის ხსენება და ამცი ამონებს უკვე და უკვე მგონია ცუდი ტონია გარკვეულწილად, მაგრამ ეს რა მაინტერესებს, როცა იყიდებოდა ეს მიწები თუნდაც ლაგუნა ვერე რომ მოთანაც პოტენციური პრობლემა გვაქვს ხო ჯერ მართალია არ არის ვთქვათ სახალხო პროექტი ჯერ გამოჩენილი არ ვიცით მაგრამ არის დიდი საშიშროება რომ იქ აუზი აღარ იქნება როდესაც იყიდებოდა ეს თუ აღარ არის დახურული აუზი დავუშვათ რომ ყოფილიყო მითითებული იქ რომ მხოლოდ და მხოლოდ ფუნქციის შენარჩუნებით. აქ ხომ არ არის ლაპარაკი იმაზე, რომ ჩვენ შევძლებთ თუ არა მზეზე გაროჯვას. ამ აუზში სწავლობს ცურვას თბილისის ბავშვების მე მგონი ნახევარი. და ერთი მეტი რა აღარ იქნება. გარდა იმისა, რომ ვარჯიშობენ სპორტსმენები და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. და ცხადია იგივე მიწები რომელსაც ახლა ერთ-ერთი რატომაც არ უნდა გაირულოს ხო არა ადამიანს ეკუთვნის როდესაც რაღაცას რაც ასეთ მნიშვნელობას წარმოადგენს დედაქალაქისთვის ყიდით მესმის რომ უნდა გავყიდოთ და არ შეიძლება ყველაფერი სახელმწიფოს ეკუთვნოდეს არ შეიძლება რომ უფრო კონკრეტულად მივუთითოთ რა ფუნქციით ვყიდით როგორ მოვთხოვთ მომავალში და
შესაბამისად, ჩვენი რაც შეეხება გუდიაშვილის კვერთან მე მინდა ძალიან თქვენი აზრის გაგება, მომავალში რანაირად შეიძლება რომ დარეგულირდეს მსგავსი ურთიერთობები პოტენციურ ინვესტორებთან, ადამიანებთან, რომელსაც ცხადია რომ თავისი ინტერესი აქვს. აბა რა კანონი არის ყველაზე დიდი და არ მაქვს ილუზია რომ რაღაცა საოცარი თქვათ აღშენებლობის იდეით შეპყრობილი ადამიანები უცებ შეესევიან სოლოლაკს და მხოლოდ და მხოლოდ კეთილინებით უბრალოდ აღადგენენ ამ სახლებს. ძალიან სწორედ პატარა კომენტარი გავაკეთებ. სააკაშვილის ინტერვიუ იყო რამდენიმე დღის წინ და მან თქვა რომ ჩვენთვის ინვესტორი იყო ღმერთიო და რჩება კიდევ ისე ღმერთად რომელსაც კანონში ვერაფერ შეუცვლი და ვერ ჩაუწერ იმას რაც ეხა ინვესტორი ამაზე საუბრობთ ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანია ინვესტიციები, მაგრამ ეს უნდა იყოს ჩარჩოში მოქცეული. საკანონმდებლო დონეზე უნდა გახორციელდეს ცვლილებები და გეთანხმებით რა თქმა უნდა ასეთი მნიშვნელოვანი ობიექტი რომელიც ჩემის აზრით ლაგუნა ვერე წარმოადგენს ასევე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს, თუმცა შეიძლება გატარებელი არ არის, მაგრამ თაობები მილიონამდე თბილისელი არის იქ სხვადასხვა დროს განყოფილი 30 წელიწადზე 35 ფუნქციონირებს. რა თქმა უნდა ჩაიწეროს რომ პროფილის შეცვლა იყოს შეუძლებელი, როდესაც ამის გასხვისება ხდება ნამდვილად. მაგრამ მე პატრონე დღეს ასევე ამ ლაგუნა ვერესი არის ქართულ ჯგუფი. ქართულ ჯგუფს ერთ-ერთი მსხვილი აქტივია ლაგუნა ვერე. მასაც როგორც ის უყურებს როგორც კომერციულ ობიექტს ეხლა ამას. და ნაკლებად აინტერესებს ეხლა სამწუხაროდ საზოგადოებრივი ინტერესი. მისთვის არ იქნება მომგებიანი იქ რაღაცა 15 მილიონი ლარის ინვესტირების განხორციელება. ეს არ არის კარგი, რა თქმა უნდა, მაგრამ იმედს ვიტოვებ, რომ ამ ობიექტს, რომელიც წარმოადგენს ერთადერთ აუზს და გამოჯასადებულ კომპლექსს, რომელიც არის ღია, არ შეეცვლება პროფილი. რაც შეეხება თუმცა არაერთი შენობა იყო და არაერთი ობიექტი, რომელსაც ჩადებული იყო, რომ უნდა შეენარჩუნებინა სტატუსი, თუმცა დღესდღეობითაც ასევე დანგრევებში არის განაცხელი 2 წლის განმავლობაში. გასაგებია გუშინ რო იყო პრობლემა, გასაგებია გრძელდება და ჩვენებისაც ძალიან ბევრი პრობლემა, უფრო მეტი ხშირ შემთხვევაში, მაგრამ არამე ავსაუბრ რა იქნება ხვალ. აი ეს არის. თუმცა მაგრამ პრობლემა იცით რაშია ნიკა, როდესაც მე მესმის თქვენთან არ არის ეს კონკრეტული შეკითხვა ვთქვათ, ხო? ზოგადად დღეს და ხვალ არ არის ეს შორს ერთმანეთისგან, ხო? ანუ ის გაყიდულია იმდენი ხნით და ისეთი პირობებით, რომ დღეს მოსულ მთავრობას ჩვენ შეიძლება ცოტა გაუჭირდეს კიდევაც იმ პირობებში. ჯერ მარტივად კონცესიური ხელშეკრულებებია, ძალიან ბევრ მიწაზე გადადის. კონცესიური ხელშეკრულება სწორია, ჩემის აზრით, და ქვეყანა იგებს, როდესაც აი რატო დაუშვათ წინა ხელისუფლებამ ძალიან ბევრი შეცდომა. როდესაც ნებისმიერ სახელმწიფო ორგანოში, შტოში არის ერთი პოლიტიკური გაერთიანების წარმომადგენლები. პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი, პარლამენტი, ყველაფერი შენია და წინა წელს ძალიან სუსტი იყო ოპოზიციაც. აი შეცდომები ამ გამოდართული სამსახური მე ვფიქრობ, რომ დღესაც თუ კი ჩვენ მივიღებთ ამ მოცემულობას, ბალანსი არ იქნება არანაირი. ეხლა თქვენ რომ მიხვიდეთ სხვა სოფლის მეურნეობის სამინისტროში და ვერ მიიღოთ თქვენი კუთვნილი სერვისი, ხო? თქვენ თუ გეცნობათ როგორც მოქალაქეს, თქვენ შეგიძლიათ სადმე მიხვიდეთ არა მის მეგობართან ასე თქვა, ხო? მე აუცილებლად ამაზე საჯაროდ განვაცხადებ. როდესაც ეს არ არის ბალანსი სახელმწიფო სპორტების შორის, ეს პრობლემები იჩენდა. ეს მოხდა, მეტი არაფერი არ მოხდა. მე წახარატო დაგიცვეს ეს შეკითხვა, იმიტომ რომ დღესაც ანალოგიური მდგომარეობა გრძელდება და რეალურად თუ შეიძლება ამის გამოსწორება. არსებობს რაიმე ბერკეტი, რომ არა კანონიერად თავის დროზე 20 წლების წინ განხორციელებული, და არ მივიღოთ იგივე რეალობა. არ უნდა მოეძებს, თუმცა თუნდაც უკვე პროექტ დამტკიცებული პროექტი ქონდეს რომელიმე, თუ ანაზღაუროს დაუშვათ კერძო მესაკუთრეს იქ ჩადებული ინვესტიცია და დაიბრუნოს ბალანსზე დაუშვათ იგივე როგორც კიდევ აპოლოსთან დაკავშირებით. ეს არის დასაბრუნებელი ნამდვილად მიღებული და შესაძლებელია. რა თქმა უნდა, ამ გზითაც შესაძლებელია. ვერაზე ქონდა ერთი მაგალითი, ჩვენ ზუსტად ასე გავაკეთეთ, როდესაც ინვესტორმა თანხმობა განაცხადა და დედაქალაქის მერიამ აუნაზღაურა მას ის ხარჯი, რომელიც მან გაწია, და დემონტაჟი იყო დაწყებული და გავაკეთეთ ჩვენ სკვერი, ხო? ანუ რეალურად ესეც გამოსავალი არის. და არ არის მაინდა-მაინც რაღაცა ეს ეფემერული. იქნებ ცირას. და გუდიაშვილის გასთან შეეხება, რა თქმა უნდა, ეს პრობლემა იყო, კომუნიკაციის პრობლემა რო არ იყო და გვეგონა რომ მართლა კარგს ეხა რომელიც ყველყოფილი გააკეთებდა იმას წინდასწარ გაზრახით თუ ის დარწმუნებული ხმობ ეს არის ცუდი. ნიკა, არ შემიძლია არ შეგეკითხოთ, რახან ესეთი გამოსავალი შეიძლება არსებობდეს და უკვე გასხვისებული ასე ვთქვათ გამოსწორება შეიძლება. აი ბანკის თანხმობა არის საჭირო. ბანკის კარგის თემასთან დაკავშირებით, რატო არ შეიძლება მაგალითად იგივე მოხდეს? აქ არის აი ვერის მაგალითი, ინვესტორის თანხმობა
მივიღეთ ჩვენ, ანუ ვინც აწარმოებდა ეგ სამუშაოებს. აქ ძალიან რთულია, ხა მე მართლაც არ ვარ ხა აღთვალებული იმით, რომ რეალურად ხა გუდიაშვილის ბაღში მართლაც კარგი იდეები უნდათ განეხორციელოთ, მაგრამ ხშირ შემთხვევაში იღებ საპირისპიროს, ხო? და თქვენი ძალის ხვევით ბევრი რამე ხა შეჩერდა, მაგალითად ასტრელები ახორციელებდნენ და კომერციულად რამდენადაც ვიცი ერთი საფურის დამატება უნდათ და ეს შეჩერდა. დღეს რამდენადაც ვიცი მეტი კომუნიკაცია გააქვთ თბილისის განვითარების კომუნიკაცია აშველის ფონდთან და ყოველ შემთხვევაში იმდენი არ გვიჩნდება რამდენიც თქვენი საზრით გვიჩნდებოდა. რა თქმა უნდა მეტი შეფეთქებია საჭირო, იმიტომ რომ დროს გაუძლო ამ რაიონმა. აი საბურთალო ვაჟახშავა და გაშენდა. ხო წინა წლებში 30-40 წლის გაწმუნებული და როდესაც სტუმარი ჩამოვიდოდა ხალისით მიიყვანდნენ უცხოელ სტუმარს და ნახავდნენ აი შეხედეთ რა უბანს სიამაყით არა ხალისით სიამაყით დროს ვერ გაუძლო. დღეს იქ ვერ მივიყვანთ, ხო? დღეს ანუ ეს ის უბანია რომელსაც დროს გაუძლოთ ამას სტრატეგიულად ეს არც იყო განმილი სტუმრებს ეს იყო უბრალოდ სასახლებაზე ვარადეთ მიშენებულ ლოჯებს მაგალითად რომელიც ეს შეგიძლიათ ერთადერთი მინდა მოსახლეობას მინდა მიმართო იმიტომ რომ ხელისუფლებები მიდიან მოდიან და ასე ჩვლიან ხოლმე თავის შეხედულებებს, როდესაც არიან სხვანაირად ხო, ანუ მაგაში გერავის როგორც ჩვენ ხელისუფლებას ვერ მივენდობით, ისინი ყოველთვის ჩვენ მარტივ გზებს, ამიტომ მე მიმართავ თბილისის მოსახლეობას, ჩვენ კულტურული მემკვიდრეობის დამცველები ხშირად იძახენ, რომ თქვენ ხართ რეგრესის მომხრეები და არ გინდათ რომ განავითაროთ. აი ლეონიძეზე დარეკა ადამიანმა, რომელსაც უნდა რომ გაიუმჯობესოს პირობები. ჩვენ ამისთვის ვიბრძვით. ჩვენ გვინდა რომ თქვენ გაგიუმჯობესდეთ საცხოვრებელი პირობები და ჩვენ გვინდა რომ ეს მოხდეს ისე, რომ თქვენი საცხოვრებელი და თქვენი ცხოვრების ხარისხი იყოს მაღალი და თქვენ არ მოგიწიოთ სოლაკის მაგივრად არაფერს არ ვერ გდანს, მაგრამ გდანის ტიპის კორპუსების დასახლებაში ცხოვრებას. ამისთვის აუცილებელია რომ სახელმწიფო შეიმუშაოს უამრავი ინსტრუმენტი არის საფინანსო შეხავათები, არის საგადასახადო შეხავათები, არის ფინანსური რაღაცა ფონდები, რომელსაც შესაძლებელია ბიზნესი დააინტერესოს, როდესაც მოსახლეობას დააინტერესოს, თანამონადირე შესაძლებელია პირველი სართულები თვითონ მოსახლეობამ აქციოს კომერციულ ობიექტებად. ანუ ეს არის მთელი უზარმაზარი ველი, რომლითაც თქვენ შეგიძლიათ თქვენი კულტურული მემკვიდრეობით იცხოვრო და აქციოთ ეს ბიზნესად და ეს არის მთელ სოფლიოში. ესე არ იმიტომ არის ისტორიულ ზონებში ძვირი, მიწა და საცხოვრებელი და სახლი, რომ ეს არის კომერციულად მომგებიანი. ამისთვის თქვენ ეს კარგად უნდა გაიაზროთ და თქვენ უნდა შემოგვიერთდეთ ჩვენ. თქვენ უნდა დადგეთ, ჩვენ ყველა უნდა დავდგეთ ერთად და უთხრათ სახელმწიფოს, რომ სახელმწიფოს მოხელეებზე ერთ ადამიანის საინვესტიციო ფონდზე, მეორე ადამიანის განვითარების ფონდზე და კიდე მესამე ადამიანის სიზმრებზე არ უნდა იყოს დაფუძნებული და დამკვიდრებული და განვითარება ქალაქისა. ეს არის ჩვენი უფლება, რომ ჩვენი ქალაქია და ორი წლის განმავლობაში გუდიაშვილზე მიმდინარე მოვლენებზე არც წინა ხელისუფლება არ შემოხმიანებია. წინა იმ პერიოდში ახალი ხელისუფლების წარმომადგენლები, რომლებიც ჩვენთან ერთად იდგნენ, დღეს აღარ გვეხმიანებიან. ეს ჩვენ ვართ ამ ქვეყნის მოსახლეობა და ჩვენ უნდა გვისმინონ, რაც ჩვენ გვინდა, ის უნდა გააკეთოს სახელმწიფომ და არა ახორციელოს სრულიად უტოპიური იდეები, რომელსაც აი ეთოს არც კი გვიხსნიან რაში გვჭირდება საბაგიროების ფილიზებები. საქმე ის არის რომ შეხედოთ დაიარსება ჩვენ და სახელმწიფო ვართ ჩვენ, თავრობას ვიჭერთ ჩვენ. ამიტომ ავიღოთ ხელში უფლებები, რომლებიც ფაქტიურად ჩვენ გვაქვს და მოვითხოვოთ ისეთი სახელმწიფო ყავდეს, რომელიც იფიქრებს თავის თავზე, ანუ ჩვენზე და ეს იქნება რაღაც ორქრივი პროცესი. ახალი ხელისუფლება, რომელიც მოდიოდა და იძახდა, რომ ყველა პროცესი იქნება გამჭვირვალე, ყველა პროცესში იქნებიან ჩართული ექსპერტები და ჩვენ ყოველთვის გავითვალისწინებთ ადამიანების მოსაზრებას. კეთილი ინებონდა ეს პირობა შეასრულონ, იმიტომ რომ სხვანაირად ახდება ჩვენ არანაირ წინა ჩვენ იმიტომ გადავირჩიეთ ის ხელისუფლება, რომ ის არასრულებდა ჩვენს დაკვეთას და იღებდა ერთ პიროვნულ გადაწყვეტილებას. აღარ დაგჭირა ინტერაქტიული შეკითხვა იყო ასეთი, რა სჭირდება ძვენთვინის ისტორიულ უბნებს და რესტავრაცია კონსერვაციას 91%-მა დაუჭირა მხარი და აბსოლუტურად 9%-მა თანამედროვე ელემენტები. ის განვითარება იყო მიმართული შემდეგი კუთხით. 2/3 ადამიანი დღეს გადააბიდება ფეხით.
და ნაკლები კომფორტი აქვს ვიდრე მანქანაში ვზომ ადამიანს და ძალიან მნიშვნელოვანია ამ მიმართულებით იმუშაოთ ჩვენ. ნიკა, ჩვენ აუცილებლად ძალიან ბევრჯერ დაგითმობთ საერთო დროს აქაც და სხვაგანაც აუცილებლად ვისაუბროთ აუცილებლად ამ თემებზე და მე ვფიქრობ რომ კიდევ ერთი პრობლემა რაც არსებობს ყველაზე უფრო გაცხადება ხდება ზარზე იმით პრეზენტაცია ამ პროექტის კლიპების გასება ეს უკვე ტრადიციაა ეს ტრადიცია არ მინდა 9 წელი ვთქვა მაგრამ ეს ტრადიცია ფაქტია რომ უმეტი მადლობა სტუმრობისთვის და მე იმედი მაქვს რომ კიდევ